პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობა დატოვა. პოსტიდან წასვლის თაობაზე განცხადება მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ის ქართული ოცნების გულშემატკივრად რჩება, თუმცა თავად პოლიტიკიდან მიდის. ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით შესაბამისად საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად ვთვლი არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი мотиваციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად. 2011 წელს ოქტომბერში მივიღე ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. როდესაც ბატონი ბიძინევანიშვილი მოვიდა პოლიტიკაში და მე მის პოლიტიკურ გუნდში გავერთიანდი. მაშინ გახსოვთ, ჩემი ოჯახი ძალიან დაზარალდა, ვინაიდან ჩემი ოჯახის წევრი უკანონოდ ჩასვეს ციხეში და სააკაშვილის რეჟიმს ერთი წლის განმავლობაში პრაქტიკულად გრძევლად ყავდა აყვანილი. და გამარჯვებით რომ არ დასრულებულიყო ჩვენი ბრძოლა, ჩვენ ოჯახის წევრს დავკარგავდით, მას ციხეში მოკლავდნენ და ალბათ მეც დიდი ხნით მომიწევდა ციხეში დასვლა. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ ბიძინევანიშვილის ლიდერობით ქვეყნის გადარჩენის ბრძოლა ჩვენი პარტიის და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით დასრულდა და საკუთარი ხალხის მტერი და ეროვნული ინტერესების მოღალატე, მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმი ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე მეწილად მოხდა პატივი ბიძინევანიშვილის გუნდთან ერთად აქტიურად მემუშავა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის, სტაბილურობისა და განვითარების უზრუნველყოფისთვის. ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტის გაძლიერებისა და გამყარებისთვის. ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების დაცვისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ პროცესში ორჯერ ვიყავი პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ხოლო ბოლო ერთ წელიწადზე მეტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოზიციიდან ვემსახურები საქართველოს. მე ნამდვილად მეამაყება, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ჩემი საქმიანობის პერიოდში თავდაუზოგავად ვიშრომე. გუნდთან ერთად ბევრი საქმეს გავაკეთე და ბევრი გამოწვევაც დავძლიეთ. სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად უზრუნველყავით მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყნის განვითარება. გავაძლიერეთ და გავამყარეთ სახელმწიფოს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. მე ყოველთვის ყველა თანამდებობიდან ერთგულად და უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. და დღეს თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ რამდენადაც ეს შევძლე და მოვახერხე. უფლის შეწევნით და წყალობით პირნათლად მოვიხადე ჩემი ვალი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, ასევე ჩვენი პარტიის წინაშე, რითაც ჩემი მოკრძალებული წვლილი შევიტანე ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერების საქმეში. მე არაერთხელ მithქვამს, რომ არც ერთი თანამდებობა არ არის მარადეული და არც ერთი თანამდებობა არ ყოფილა ჩემი თვითმიზანი. ეს ჩემთვის ყოველთვის იყო ჩვენი სამშობლოსა და ხალხის მსახურების შესაძლებლობა. ასე იყო 2015 წლის დეკემბრის ბოლოს, როდესაც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დავტოვე 23 წლის ასაკში და პოლიტიკიდან გავედი. ასე იყო მაშინაც, როდესაც 2019 წელს პოლიტიკაში დავბრუნდი და ქართული ოცნების გუნდთან ერთად განვაგრძე ერთად დაწყებული საქმე. ასე იყო შარშან, როდესაც მეორედ დავტოვე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და ასე დღესაც, როდესაც მეორედ ვტოვე პოლიტიკას. დღეს ქართული ოცნება საბოლოოდ ჩამოყალიბდა ერთიან და ძლიერ პოლიტიკურ ძალად და ბუნებრივი ამაში განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენი პარტიის დამფუძნებელს და საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინევანიშვილს, რომელიც არის ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. მან ყველაზე კრიტიკულ მომენტში შეძლო გუნდის კონსოლიდაცია, შეინარჩუნა ერთიანობა, მისი ლიდერობით კი ქართულმა ოცნებამ ქვეყანას საზოგადოებას უდიდესი საფრთხეები ააცილა და ქვეყანა გადაარჩინა.
დამოუკიდებლად მოუტანა ხელშესახები პროგრესი და განვითარება ყველა სფეროში და ყველა მიმართულებით. ამ ფონზე მიმაჩნია, რომ ის საპატიო მისია, რომელიც მე თავის დროზე პოლიტიკაში დაბრუნებისას ჯერ თავდაცვის მინისტრად და შემდეგ უკვე მეორედ პრემიერ-მინისტრად დანიშნული და ბოლოს უკვე პარტიის თავმჯდომარედ არჩევით დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და გუნდის მხრიდან. შეიძლება ითქვას, რომ უკვე შევასრულე. ახლა ვეღარ ხედავ პარტიის თავმჯდომარედ და ზოგადად პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. სწორედ ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტი და პოლიტიკიდან გავიდე. საკუთარი ქვეყნის სამსახური კი სხვა პოზიციიდან განვაგრძო. რა თქმა უნდა, მე კვლავაც 2012 წლის 1 ოქტომბრის გამარჯვების თავარი მონოპოვარის იდეალების, ღირებულებებისა და პრინციპების ერთგული ვარ, რომელსაც მთელი ჩემი პოლიტიკური საქმიანობა უკავშირდება. შესაბამისად ვრჩები როგორც ბატონი ბიძინა ივანიშვილის გუნდის, ისე ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. სურთ ჩემი გულწრფელი მადლიერება გამოვხატო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელმაც მომცა უნიკალური შესაძლებლობა ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობებიდან მემსახურა საქართველოსთვის. მე წარმატებს უსურვებ პარტიის მომავალ თავმჯდომარეს და მთლიანად ქართული ოცნების გუნდს, დიდ გუნდს, მადლობა ქართული ოცნების თითოეულ წევრს, მომხრეებს, მხარდამჭერებს, იმ უზარმაზარ არმიას, ვისთან ერთადაც ამდენი გამარჯვება ვიზეიმეთ. მე მადლობას ვეუბნები საჯარო მოხელეებს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ხალხს. მე მჯერა, რომ ქართული ოცნება იქნება ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს. ბოლომდე დაიცავს ეროვნულ ინტერესებს და პარალელურად უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. და რაც თავარია შექმნის შესაბამის რეალურ პირობებს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენისა და სტაბილური განვითარებისთვის. უფალი ფარავდეს ჩვენ სამშობლოს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მე მინდა ასევე ყველა ჟურნალისტ თქვენ მადლობა გადაგიხადოთ. და ახლა რამდენიმე კითხვას უპასუხებ და ამით დაგემშვიდობებით. მოგესალმებით, სოფო ბერიძე, ტელეკომპანია იმედი. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მინდა გკითხოთ, თქვენ თქვით, რომ გააგრძელებთ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან, რა პოზიციას გულისხმობდით? განიხილავთ თუ არა კიდევ ერთხელ პოლიტიკაში დაბრუნებას და გაგუმხელთ თუ არა, ვინ შეიძლება იყოს პარტიის ახალი თავმჯდომარე? მადლობა. რაც შეეხება მადლობა შეკითხვისთვის, რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, ამას დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას საზოგადოება გაიგებს, მაგრამ ძირითადად ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში, ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნება სიახლეები. რაც შეეხება თქვენს კითხვას, განვიხილავ თუ არა თუ არსებობს ალბათობები, რომ მე კიდევ დაბრუნდი პოლიტიკაში, გამორიცხული არაფერი არ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ახლა როგორც მე ჩამოვაყალიბე და გითხარით, ჩემი ამჟამინდელი, ასე ვთქვათ, თავარი мотиваცია არის ის, რომ გავიდე პოლიტიკიდან, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და ასე ვთქვათ, დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. ეკნებათ ინფორმაცია დაელოდეთ და მოგვიანებით გახდება ცნობილი. დიდი მადლობა. გამარჯობა, ლელა ჯავახიშვილი, რუსთავი 2. კონსულტაციები თუ გქონდათ გუნდის წევრებთან, ან თუ იყო საუბარი პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურაზე და როგორც ვიცით, ყრილობა ახლა ხომ პარტიის საჭირო იმისთვის, რომ ახალი თავმჯდომარე იქნას არჩეული. და ასევე გითხავთ, თქვენ თქვით გამორიცხული არაფერია და განცხადების დასაწყისში ისაუბრეთ იმაზეც, რომ ჩემს სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით სპეკულაციები მიმდინარეობდა. თქვენი ეს განცხადება დაასრულებს თუ არა ამ სპეკულაციებს, როგორ ფიქრობთ? ჩემი ეს განცხადება დაასრულებს სპეკულაციებს. მე გითხარით, რომ მე პოლიტიკაში ახლა არ ვრჩები. მე გითხარით, რომ მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და მე ვარ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთგული მხარდამჭერი და ჯარისკაცი. დღეს მე გადავწყვიტე, რომ გავიდე პოლიტიკიდან. წინასწარ, რა თქმა უნდა, მე არაფერს თქმარ შემიძლია ახლა
მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება, შეიძლება აღარ მომიწევს, შეიძლება მომიწევს. წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ. დაველოდოთ მივყვეთ ცხოვრებას და ყველას გისურვებთ წარმატებებს. მოგესალმებით ბატონო ირაკლი ანაბროლაძე საზოგადოებრივი მაუწყებელი თქვენ კითხვით რომ წინასწარ მარჩიელობა არ იქნება ლოგიკური ამ ეტაპზე და არ იცით დაბრუნდებით თუ არა მაგრამ მიუხედავად იმისა რომ აცხადებთ რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი გუნდის მხარდამჭერად რჩებით გამორიცხავთ რომ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდეს როგორც ოპოზიციური პარტიის ის ნუ დაუპირისპირდე თუმცა თავის დროზე აქვს ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი რომ მას ის არ გამორიცხავს რომ შეუქმნას თავისივე შექმნილ გუნდს ოპოზიცია. მე გეტყვით რომ რატომ მსგავსი არაფერი არ განიხილება, ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის სპეკულაციები და ცალკეულ ადამიანის მიერ გავრცელებული მიზანმიმართული, ასე ვთქვათ, დეზინფორმაციები, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან. მადლობა. ბატონო კითხვით რომ გუნდად შედგა და მაგრამ ახლა შედგა გუნდად ქართული ოცნება თქვენ რატომ მიიღეთ დროის ამ მონაკვეთში პარტიიდან და არა მე მგონი აბსოლუტურად სწორად ჩამოვაყალიბე და მაქსიმალური სიზუსტით ავხსენი ის სიტუაცია რაც დღეს პარტიაში გვაქვს ჩემთვის როგორც რიგითი მოქალაქისთვის მე გულწრფელად გეუბნებით ამას განცხადებაში ვთქვი ამ ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მე ასევე გითხარით რომ ის საპატიო მისია რომელიც დამეკისრა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის მხრიდან ჩემ პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ ჯერ მინისტრად, შემდეგ პრემიერ-მინისტრად დანიშნულ, შემდეგ პარტიის თავმჯდომარედ არჩევით მე კიდევ გავიმეორებ რომ მიმაჩნია რომ ეს მისია, ეს საპატიო დავარქვათ ასე მისია შევასრულე. და დღეს ვეღარ ვხედავ პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას. შესაბამისად მინდა რომ ეს დრო გამოვიყენო ჩემი ოჯახისთვის, ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, მიზნების განსახორციელებლად და უბრალოდ მინდა რომ ჩემი შესაძლებლობებიც მოусინჯო სხვა სფეროში. აი ეს არის. ამიტომ ძალიან გთხოვთ ყველას რომ ნუ ღარ გავაგრძელებთ სპეკულაციებს თუ რატომ გადავდექი პარტიის თავმჯდომარედან როდის დავბრუნდები და შემდეგ. ჯერ ძალიან გითხოვთ რომ ადროვეთ დასვლა. აბა, შემდეგი. გამარჯობა, რუსუდან დუმბაძე, TV პირველი. მაინც ამ კითხვების ირგვლივ ვიტრიალებ მეც. რამდენჯერმე ახსენეთ ბიძინა ივანიშვილი. ირაკლი კობახიძე არც ერთხელ. მასთან შეუთავსებლობა ჰქონდათ, რა სიტყვით მასზე არ იმსახურებს ლიდერი, ასევე თქვენს გამოსამშვიდობებელ სიტყვაში რაიმეს თქმას. ჩვეულებრივი სპეკულაციებია. ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი ლიდერია. ჩემს განცხადებაში მე არ ჩავთვალე მიზანშეწონილად რომ ჩამომეთვალა ყველა ის ლიდერი რომელიც ჩვენი გუნდის საპატიო ლიდერია და თანამებრძოლია. შესაბამისად მე მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ რომ ნუ ეძებთ რაღაც სპეკულაციებს და აქ არავითარი ასე ვთქვათ საფუძველი არ არსებობს. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. გუნდი არის ძალიან დიდი ქართული ოცნების გუნდი და ეს გუნდი შეკრა და ჩამოაყალიბა ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა ჩვენი პარტიის შექმნის დღიდან ყველა ის წარმატება რომელიც ჩვენი პარტიამ რომელსაც მიაღწია ჩვენი პარტიამ ჩვენი ქვეყნის ჩვენი ხალხისთვის დაკავშირებული არის ჩვენი პარტიის დამფუძნებელთან ბატონ ბიძინა ივანიშვილთან. ასე რომ რატო გიგვირთ რომ და არა ირაკლი კობახიძესთან არა ყველა ლიდერი მათ შორის მეც და სხვა ბევრი ლიდერი მათ შორის ირაკლი კობახიძე და სხვა ვიყავით და ვართ ამ გუნდის წევრი. და რატომ ფიქრობთ რომ უნდა ჩამომეთვალოთ თითოეული მათგანი? მე მომისმინეთ ერთ წუთი შეიძლება. მე ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს უსურვებ წარმატებებს და მე მინდა რომ როგორც მე ჩემი განცხადების ბოლოში ვთქვი, მე მჯერა ამის გულწრფელად მჯერა რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეს გუნდი ქართული ოცნება საბოლოოდ გაიყვანს სამშვიდობო ჩვენს ქვეყანას და მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს. დიდი მადლობა. ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერად ვრჩები ასეთი სიტყვებით თქვით. ირაკლი კობახიძის ყველა ნაბიჯი არის თქვენი მხარდაჭერილი?
რას ნიშნავს ახლა რა შუაში ახლა რას მეკითხები? შეგვიფასეთ ირაკლი კობახიძე რას გვეტყვით, იმიტომ რომ მე მაქვს კითხვა, როცა ბიძინა ივანიშვილს ასე აქებთ, მადლობას უხდით, მადლიერი ხართ, ირაკლი კობახიძეზე რას ფიქრობთ? მასთან თავსებადობა ჰქონდათ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში? უკაცრავდა, ირაკლი კობახიძე იყო პარტიის თავმჯდომარე, როცა მე გავხდი პრემიერ-მინისტრი. ხო? ჩვენ გქონდა აბსოლუტურად ჰარმონიული ურთიერთობა. მას შემდეგ ვერცერთ შემთხვევას ვერ დამისახელებს ვერავინ, რომ ჩვენ რაიმე საკითხზე გქონდა ან შეუთავსებლობა, ან შეუთანხმებლობა. აგერ არის ირაკლი კობახიძე, აგერ არის გუნდი და გითხეთ. თუ ერთ ფაქტს გაიხსენებენ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ მე გუნდის რომელიმე წევრთან გქონდა ან რაიმე შეუთავსებლობა, ან რაიმე შეუთანხმებლობა, ან რაიმე უსიამოვნება. არ არსებობს, გავსი ფაქტი არ არსებობს ბუნებაში. ასე რომ თქვენ უეძებთ რაღაც მას შემდეგ რაც პრობლემები ეძებთ თქვენს განადგურებულ ოპოზიციაში. არა. მადლობა, აბა შემდეგი შეკითხვა. პოლიტიკიდან მივდივარო. ბიძინა იმედი მაქვს, რომ თქვენ თავს დამანებთ და აღარ დაინტერესდებით ჩემი საქმიანობით. ბიძინა ივანიშვილი წინა საარჩევნო პერიოდში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საუბრობდა ეგრეთ წოდებულ ჯანსაღ ოპოზიციაზე, მის საჭიროებაზე და ამბობდა, რომ მომდევნო არჩევნებისთვის სრულიად სხვა პოლიტიკური სპექტრი იქნებოდა. თქვენ არ გამორიცხავთ, ფიქრობთ, რომ შესაძლოა თუნდაც ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს რაღაც არ მოგეწონოთ, შექმნათ პარტია. საერთოდ ხედავთ სამომავლოდ ასეთ პერსპექტივას თქვენს საქმეში? თუ მეკითხებთ იმას, რომ იმიტომ გადავდექი დღეს, რომ რაღაც ოპოზიციურ პარტია შექმნეს არის სისულელი. მეტყუილი, ძალიან გთხოვთ ამ სისულელებს ნუ არ მიაქცევთ ყურადღებას. და ამ სპეკულაციებს ნუ არ მიაქცევთ ყურადღებას, ნუ არ გაიმეორებთ. უბრალოდ მე მაინც ვერ გავიგე და ამიტომ ნახეთ რა კითხვა დაისვა. მე გითხარით, რომ თავარი გარანტია ირაკლი კობახიძეს დღეს ყველაფერში ეთანხმებით. ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ირაკლი კობახიძეს თქვენ დღეს ყველაფერში ეთანხმებით, როგორც მართავს ყველაფერში ეთანხმებით. მე პარტიის თავმჯდომარე ვიყავი დღემდე და ჩვენ ერთად ასე ვთქვათ მიუძღვებოდით საქმეს, ხო? ირაკლი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური, მას თავისი ხედვა აქვს და მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველას გულწრფელ წარმატებებს უსურვებ. აბა შემდეგ. ბატონო ირაკლი, თქვენ შეგიძლიათ ყველა ეჭვი რომ გაფართოთ, პირდაპირ გითხრათ, ირაკლი კობახიძე, თქვენ მიერ მოწონებული მხარდაჭერილი პრემიერ-მინისტრია, მისი საქმიანობა მოგწონთ და მასთან თავსებადობა გაქვთ, ეს შეგიძლიათ მარტივად თქვათ, თუმცა თქვენ კითხვებს არ იდებთ ახლა თავს. არა, იმიტომ რომ უაზრობას მეკითხებით. რატომ არის უაზრობა? იმიტომ რომ არ შეიძლება ასეთ კითხვების დასმა, საერთოდ. ეს არის დამაკნინებელი კითხვები და თქვენ ეჭვებს აყენებთ იგივე პრემიერ-მინისტრის მუშაობას და ეს ჯერ ერთი მე მინდა გითხრათ, რომ პრემიერ-მინისტრის საქმიანობა უნდა შეაფასოს ხალხმა. პირველ რიგში. და მე რატომ მეკითხებით ახლა ჯერთი სულ ერთი წელია რაც მუშაობს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე და ასე რომ დაელოდეთ და თქვენ გირჩევთ რომ მოიხსენიოთ იგი როგორც პრემიერ-მინისტრად და არა ირაკლი კობახიძე მხოლოდ როგორც თქვენ ახლა საუბრობთ. თქვენ საერთოდ არ მოიხსენიათ გამოსავალ. აბა შემდეგი, მადლობა. ხართ ბატონო ირაკლი, ეს ბოლო კითხვა მაქვს. როგორ? პოლიტიკიდან მინდიხართ დაუსანქცირებელი? არ ვიცი. ჩემთვის არ არის ცნობილი. არა. არც შეერთებული შტატების, არც ევროპული სახელმწიფოები. რა ხდება? ან რატომ დაასანქცირეს სხვები? ეს ცალკე საკითხია. თქვენ გარკვეულში გამოიძიეთ. ბატონო ირაკლი, მე მაინტერესებს საქართველოში თუ რჩებით. არა, მე გისურვებთ კითხვა, საქართველოში თუ რჩება ირაკლი ღარიბაშვილი თუ აბა რამინდა სხვაგან წავიდე. რა თქმა უნდა საქართველოში რჩები. მე ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს, არც ერთ ქვეყანაში ცხოვრებას მით უმეტეს არ გამვიხილავ. ღმერთმა დამიფაროს რომ სხვა ქვეყანაში ვიფიქრო ცხოვრება. ეს ჩვენი ქვეყანა მეგობრებო. ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ყველამ ჩვენი პოზიციიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და დაცვაზე. ასე არის, რა მნიშვნელობა ვინსად იქნება და რომელ თანამდებობაზე იქნება. მე ასე ვუყურებდი, როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, რა თქმა უნდა, მე ყოველთვის ვიოცნებებ, ვიშრომებ ჩემს პატარა წყურშევიდან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებად. ბატონო ირაკლი, ერთსაც გითხავთ რა, თქვენ ამბობთ, რომ დღევანდელი თქვენი განცხადებით უნდა გამოირიცხოს ეჭვები და დასრულდეს სპეკულაციები, მაგრამ ჩემი შთაბეჭდილებაა, რომ ეჭვები მხოლოდ ღრმავდება თქვენი განცხადებით, იმიტომ რომ თქვენ მიდიხართ იმ დროს, როცა ქვეყანაში თქვენივე პარტიის შეფასებითაც არ არის მოსაწონი მისაღები მდგომარეობა. თქვენი პარტია ამტკიცებს ამას, თქვენი პარტია ამტკიცებს ამას და ობიექტური რეალობას ვფიქრობ, რომ ასეთია, ხო? ყავს ერთპარტიული პარლამენტი, ძალიან ინტენსიური სანქციებია ხოლმე დასავლელი პარტნიორების მხრიდან, თქვენი პარტიის ლიდერების მისამართით და წინააღმდეგ და თქვენ ამ პირობებში მიიღეთ სახლში წასვლის გადაწყვეტილება. ანუ
ისე მშვიდად არ არის ქვეყანაში ახლა საქმე, რომ პარტიის თავმჯდომარე არაფერი ხდება ისეთი, რომ რა ხდება თქვენ ამიხსენით? თქვენი მონაწილეობა ისე საჭიროდ მიგეჩნიათ ამ პროცესებში? შვიდი სიტუაცია. და სახლში წასვლის დროა ახლა. შვიდი სიტუაცია, კარგი ამინდია და რატომაც არა. შემდეგი, მე არჩევნებში მოემზადეთ და მიიღეთ მონაწილეობა. პარტიას თქვენ გჭირდებათ მომზადება. მე არ მჭირდება, მე აღარ მინდა პოლიტიკაში დარჩენა. მე მინდა რომ დავისვენო, ოჯახს მივხედო. ერთსაც კითხავთ შეიძლება თქვენი გადაწყვეტილებით ამ გადაწყვეტილებით პარტიაში ყველა არავინ არის უკმაყოფილო თუ არიან ისეთები ვინც შეიძლება სიხარულით შეხვდა თქვენს ამ გადაწყვეტილებას რა რეაქციები მიიღეთ პასუხად რა მიიღეთ როცა განაცხადეთ რომ ვერმა ახლა გაიგო საერთოდ მე რა თქმა უნდა ლიდერებთან მქონდა საუბარი და პირველ რიგში რა თქმა უნდა პარტიის დამფუძნებელთან მქონდა საუბარი და ლიდერებთან იგივე პრემიერ-მინისტრთან და დანარჩენმა წევრებმა არ იცოდნენ ისე როგორც თქვენ გაიგეთ პარტიის წევრები ჩვენ ვართ უზარმაზარი არმია ჩვენ პარტიაში გაერთიანებული არის ათასობით ადამიანი ასე რომ ეს ბუნებრივია რომ მათ თქვენთან ერთად გაიგეს ამის თაობაზე როდის გაიგეს ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი კობახიძესთან როდის ჰქონდათ კომუნიკაცია ეს როგორ რაღაც დეტალებს მიგით ეს თქვენი საქმე არა დეტალია როდის მიიღეთ ეს გადაწყვეტილება პოლიტიკაზე უღარ მელაპარაკებით მე წავედი პოლიტიკიდან აბა შემდეგი საკითხი და მადლობა დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გისურვებ წარმატებებს